ჯერ ერთი ეგოჯახი სანთლებთან შორს არიან ეგლეში ჭამიები. მე ვარ ერთ-ერთი პატიმარი. თუ დამადასტურებელს გეტყვით, კაცო, მაგ ახალაიამ რომ მაწამა და მცემა, ყურის ბარაბანი. პირადად ახალაიამ, ხო? კი, მე დე მეორე კორპუსზე ვიყავი 5 ნომერ კამერაში. დე მეორე კორპუსზე 5 ნომერ კამერაში, დათო ნოზაძე იყო ბადრაგი. მე ეს არის ის ოცნების იმან არის ის ხელისუფლება ბატონო ოცნების ხელისუფლება მიცის თუ არა ეს ოცნების ხელისუფლებამ კი არა 2011-ში ვიძახი თან ისა ბოდიში არა გასაგებია მაგრამ თუ გაგიკეთებია ან გიჩივლია ან რაღაცა ეგრე არ არის ძმაო არა დედასგებიცები ვაფშე არაფერი მე რატო არა უნდა გაგეკეთებინა უნდა გაგეკეთებინა შვილო ალბათონელი აცალეთ რა გულიაშვილო მე ეცი რას ამბობენ ეს ნაცები სად არისო მომჩივანი სად არისო უყურე ხო და მე ვამბობ მე ვიყავი დე მეორე კორპუსზე აი მომისმინე დემეტრე ის იყო რა ქვია დემეტრე მეტი კაცო ფეხბურთელი კაცო დემეტრაძე ხო და მე შეუცვალე მაგაში კონკა რომელიც 2011 წელს 11 მეც მაგ დროს მანდ ვიყავი დე მეორე კორპუსზე ვიყავი მე მეხუთე მე ვიყავი ბ მეორე ლარიოკის ზემოთ როცა ესე უტიფრად გამოდის რა ქვია იმ ნაძირალას ეს პრაშმა დოკა ხო ეს ცოლი ხო ესეთ რაღაცას რო იძახის მაგ დროს ძმაო უკვე 2 კვირა ამას ვიძახი თუ ვინმე კონკრეტულად ჯერ ათ უნდა მაგას კიცებულება მაგ სისტემის ერთ-ერთი წამყვანი ის იყო ლიდერი იყო მაგრამ მაინც აი რა არის იცი რომ просто ვინც პირადად ვისაც შეეხნენ ხო იმიტომ ვიძახდი გამოდით და აქ მაინც თქვით ძმაო და ხალხმა მოვდა ისე გამოდის რომ ლაპარაკობს და კაციშვილი პასუხს აღმასარე ვიცით ეგრე ხო ლიდერი იყო და იმ სისტემის ის იყო დროის ჯალათი იყო ვიცით როგორ არ ვიცით მაგრამ გამოდით თქვენ ოჯახ როგორც ეს კაცი გამოვიდა აგერ ძმაო გამოდით ძმაო და რა არის მანდ ბიჭო ის აქ მაინც თქვით თუ არა რომ ხალხმა დაინახოს და გაიგოს რომ რავი იმიტომ რომ ხალხი ხო იცი როგორაა ვერ ხედავ რა დღეში არის ამ ბიჭო 24 შვიდზე ზიან და იმას ტევ პირველს უყურებენ ბიჭო ისევ 2011 წელზე არის საუბარი მაშინ როცა ბაჩუახალია თავდაცვის მინისტრი იყო ეს ყოფილი პატიმარი რომელიც აი ამ ლეგენდებს ყვება არის ვინმე ლაგოდეხელი შაკო გულიაშვილი, რომელსაც ვეძებ და დამეხმარეთ ეს ადამიანი ვიპოვო. ჩემი ხელით უნდა წავიყვანო პროკურატურაში. რაც შეეხება აი ამ ვინც TikTok-ზე ხართ, ყველა მიცით ვინ არის რუსეთუმე ლევან ფარტოვი, იგივე ლევან ქართველიშვილი. მაგრამ შეიძლება მის შესახებ თქვენ არ იცოდეთ ის რასაც ეხა მეგაჩვენებთ. Понаехали тут. Подними и бери с собой. Ты русский язык, понимаешь? Очистим наш город. Дмитрий Рогозини ყველამ ვიცით ვინ არის. პარტია როდინას ლიდერი, პუტინისტი და ანტიდასავლური კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს. მისი იდეოლოგია არის რუსული იმპერიული გავლენის აღდგენა რუსული სამყაროს, ანუ რუსკი მირის იდეის მხარდაჭერა და ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის ზაპოროჟიეს წარმომადგენელია 2023 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში. ეს კი მისი საარჩევნო კლიპია, პარტია როდინას კლიპი, სადაც აი ეს ფარტოვი მონაწილეობს, ბედნიერად ასრულებს ნაგვის როლს. ხო, ასეთი ადამიანები ებრძვიან ბაჩუახალაიას. ყველაფერი თავის ადგილზეა.